მაღაზიაში შემხვდა ძალიან დიდი ხნის უნახავი ნაცნობი. შენკენ ისევ არაფერი ხდება? კითხა. ბრაზისგან და სიმწრისგან რა მექნა არ ვიცოდი. მე რო აქ თავი მომქონდა რომ აქ მე ამდენ თავგადასავალში ვარ, ესეთი სისხლსავსე ცხოვრობით ვცხოვრობ, ვიღაცა მოდის და მეუბნება რომ იმიტომ რომ ქმარი შვილები შენ არ ყავს, არაფერი შენ ცხოვრებაში არ ხდება. მთელი ცხოვრების მანძილზე გქონდა ეს სურვილი რომ მე არ მინდა მყავდეს ოჯახი? არა. ყოველთვის მინდოდა ჰოლივუდური სცენარი. თეთრი კაბით, მეუღლით, შვილებით. თუმცა ნუ რატომღაც ეს ასე არ ხდება. მეცნიერებმა გამოთვალეს რომ იმის ალბათობა რომ შენი იდეალური პარტნიორი იპოვა არის 90%. რა გინდოდა კაცებისგან? რას ითხოვდი? ინტელექტს, იუმორს, გარეგნობას ყველა გამორჩეულად ლამაზი იყო. შენი აზრით რატო? თავი როგორც ლამაზი, გოგო თუ ქალი არასდროს წარმომედგინა. და ალბათ ამის საკომპენსაციოდ იყო უძებნა სხვების, რომლებიც იქნებოდნენ თვითონ ძალიან ლამაზები. წამიყვანეს და გადამპარსეს ნულზედ მე. მახსოვს როგორ მრცხვენოდა აი ამ გადაპარსული თავის და ეზოში ვთამაშობდი და ქალმა იმას ქნა და ვაიმე რა ლამაზი ბიჭიაო თქვა. ხო, აი ასე ვაპოზიციონირებდი თურმე ჩემ თავს და აი ამ ურთიერთობებში შევდიოდი ამ თავგადაპარსული გოგოს ემოციით. ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი რომ აღარ მინდოდა ეს ყოფა. აი არ ვიცი. და მე იწყებ მუშაობა საკუთარ თავზე. მომივიდა იმის სრული განცდა, რომ ეს ჩემი სინგლ ყოფნა ძალიან დიდი საჩუქარი იყო. რატო? იმიტომ რომ თითქმის ყოველი მესამე ადამიანი დასავლეთ ცივილიზაციაში ცხოვრობს მარტო და აქედან ყოველ მეათეს, რომელიც არის 40 წელს გადაცილებული, არასდროს ყოლია ოჯახი, არ ყოფილა ქორწინებაში. შესაძლებელია ცხოვრობდე მარტო, არ ყავდეს შვილი და მაინც მიაგნო კარგად ყოფნის წერტილს. თუ ადამიანი ამბობს, კი, ეს შესაძლებელიაო, ეს გაქცევა ხომ არ არის ან ურთიერთობების შიში, თუ მართლაც შეიძლება მარტოობაში იპოვოს სრულფასოვანი ბედნიერება. ამ შეკითხვას ჩვენ დღეს ერთად გავცემთ პასუხს, იმიტომ რომ დღეს სპინის სტუდიაში ყავს საოცარი სტუმარი, ნინა, რომლის პერსონალური განვითარების ისტორია ჩემთვის ძალიან ნაცნობია და მე ვიტყოდი, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო, ყველაზე ღირსეული და ამ სიტყვას არ მოვერიდები, ბრძენი ადამიანი ვესგანაც ბევრი სწავლა შეიძლება. ის არის 40 წელს გადაცილებული, მას არასდროს ყოლია ოჯახი და მზად არის დღეს გაგვიზიაროს რა ტკივილები და გამარჯვებები ახლავს მარტო ცხოვრებას, სინგლ ცხოვრებას. ასევე გაგვიზიაროს როგორ შეიძლება ერთ დღეს ძალიან მაღალანაზღაურებადი წარმატებულ კარიერაზე უარი თქვა და წამოხვიდეს სამსახურიდან. ნინა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს მოხვედი ჩვენ სტუდიაში. ეს სიძლიერის განაცხადია მოხვიდე სტუდიაში, რომლის მთავარი მიზანი არის ვისაუბროთ გულწრფელად. ღიად გადმოვიტანოთ ჩვენი ნაკლები, ჩვენი ტკივილები, ეს ძალიან რთულია. დავიწყოთ? დავიწყოთ. ნინა, მოდი პირდაპირ. ფილოსოფიური შეკითხვა ეს არ არის. ვინ ხარ მოუყევი მაყურებელს შენ შესახებ? მარტივად მე ვარ ნინა, ადამიანი, იურისტი პროფესიით. გოგო ვეღარ მეთქმევინება, ქალი. და ადამიანი, რომელსაც დილის გათენება უხარია. აი შენ ბიოგრაფიაში რა იყო ისეთი საინტერესო, რომელიც შენ გგონია რომ კარგი იქნება რომ გაუზიარო ადამიანებს? არც ჩემთვის საინტერესო იყო თვითონ ის 25 წელიც, რომელიც პროფესიით ვიმუშავე და გადაწყვეტილება, რომელიც 25 წლის თავზე მივიღე, წამოსულიყავი საკმაოდ დიდი ჰოლდინგური კომპანიიდან, სადაც მე იურიდიულ მიმართულებას ხელმძღვანელობდი და თან ამ პროფესიისთვის ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი მქონდა მიძღვნილი, მით უფრო იმ პირობებში, რომ ვიყავი სინგლ და ალბათ მთელი ჩემი ყოფის ცენტრი გადიოდა სამსახურზე, ოფისზე, თანამშრომლებზე, რომლებიც მართალია ჩემი მეგობრები იყვნენ დიდი წილი, მაგრამ მოვლენების ეპიცენტრი იყო ყოველთვის სამსახური. და ამაზე 25 წლის თავზე თქვი უარი. რატომ თქვი უარი? იმიტომ რომ უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი რომ აღარ მინდოდა ეს ყოფა. მინდოდა დილას გამეღვიძა იმგვარად რომ გეგმა არ მქონოდა. ეხლა შენ როცა ყვებოდი შენს აი 25 წელიწადზე
ადამიანებს ესეთ დროს ახსენდებათ ხოლმე ესეთი ძალიან მკაცრი ვორკაჰოლიკი ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ პირადი ცხოვრება და მხოლოდ მუშაობენ. ასე იყო ეს 25 წელი? ალბათ ვიღაცებს შესაძლოა ასეც აღექვათ. შენ როგორ აღიქვათ? მე პრინციპში საკუთარ თავს, ვორკაჰოლიკი არ ვიცი, მაგრამ ძალიან შრომის მოყვარე ადამიანად აღვიქვამდი, რომელიც მთელ დღეებს ატარებდა ოფისში, ხელშეკრულებების კეთებაში, სარჩელების წერაში და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადებაში. თუმცა მარტო ასე ვერ უყურებ, რა ვიცი, მთელი ცხოვრება იყო პრინციპში. ის იყო ასპარეზი მთელი ჩემი ცხოვრების. ამიტომ მარტო სამსახურად ვერ აღვიქვამდი ამ ყველაფერს, მაგრამ კი ძალიან შრომის მოყვარე ადამიანად შემიძლია თავი შევაფასო და ალბათ ასეც პოზიციონირებდი ყოველთვის. როგორ ფიქრობ, ეს შენი შრომის მოყვარეობა, ეს შენი პასუხისმგებლიანობა იყო რაღაცა ფორმით იმისი გამომწვევი, რომ შენ დღემდე ოჯახი არ ყოლია? მგონია რომ ეს ალბათ მიზეზი ნამდვილად არ იყო ჩემი სინგლ ყოფნის. ეს ალბათ უბრალოდ ძალიან კარგი გადაფარვა იყო იმ გადაწყვეტილების, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო მიიღო ჩემმა ფსიქიკამ, რომ ყოფილიყო სინგლ. თუმცა კი იყო წლები, როდესაც მიმაჩნდა, რომ ამითი გაправებული იყო რატომ ვიყავი სინგლ? იმიტომ რომ იქ არ იყო ადგილი არანაირი ოჯახის ამ რეჟიმში, როგორ შეიძლება თან ოჯახი ყავდეს. თუმცა ცხადია, რომ ეს იყო მხოლოდ გადაფარვა იმ ჩემი სურვილის არ ყოფილიყავი დაოჯახებული. რა საინტერესოა. ესე აღიქვავდი ყოველთვის მთელი ცხოვრების მანძილზე გქონდა ეს სურვილი, რომ მე არ მინდა მყავდეს ოჯახი? არა, ნამდვილად მეც მრავალი სხვის მსგავსად ყოველთვის მინდოდა ეს რაღაცნაირი ჰოლივუდური სცენარი. თავის თეთრი კაბით, რაღაცნაირი მეუღლით, შვილებით ყოველთვის მქონდა გაცნობიერებული, რომ მე სურვილი მქონდა. თუმცა რატომღაც ეს იმ დროს მიმაჩნდა, რომ რატომღაც ეს ასე არ ხდება. ხან სამსახურს ბრალდებოდა, ხან რა ვიცი 1000 რამეს, ხან იმას რომ არავინ მოიძებნა ჩემი მოსაწონი, ხან ამას ბრალდებოდა, თუმცა სურვილი იმის რომ ყოლოდა, ყოველთვის მქონდა. განსაკუთრებით ქალებს იმხელა სია აქვთ, რა უნდა კონდეს იმ კაცს, რომელიც შეუყვარდება და მით უმეტეს ქალი, რომელიც შემდგარია და წარმატებულია და თქვათ ფინანსური დამოუკიდებლობა აქვს, ხო? ეს სია გრძელი იყო შენი და რას მოიცავდა ეს სია, რაც შეიძლება მეტი რო გაიხსენო? ძალიან გრძელი იყო ეს სია. ოღონდ ეს სია არა მხოლოდ პარტნიორის საძებნელად იყო გრძელი, საკუთარი თავის მოთხოვნების მიმართაც ძალიან გრძელი იყო. აი ეს რაღაცნაირი მაქსიმალიზმი და პერფექციონიზმი, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისე პარტნიორის საძებარ ჩეკლისტშიც ამოუწურავი და დაუსრულებელი. აი მახსოვს აი საკუთარ პერფექციონიზმზე რომ ვისაუბრო, ეს ისტორია მახსენდება, რომ აი მაქსიმალურად აი ყველაფერი ხუთოსნობით მაქსიმალური პასუხისგებლობით, უხარვეზოთ, უზადოთ უნდა გამეკეთებინა ყოველთვის რა ეტაპზეც რამეს ვაკეთებდი. სკოლაში იქნებოდა, სტუდენტობაში თუ მერე სამსახურში. და ძალიან ესეთი ისტორია მახსოვს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ამ ჩემს პერფექციონიზმზე, ხო არა ერთი ლეგენდა თქმულა ჩემს სამეგობროში და მოკლედ ხშირად ამას ეს ისე ფასდებოდა, რომ ნინა პასუხისგებლიანია და მოდით, აი რა ვიცი, ყველა დოკუმენტი, ყველაფერი მას ჩავაბაროთ და ჩემი უახლოესი მეგობარი, რომლის მეჯვარეც ვიყავი, როცა დაქორწინდა, ცხადია ხელმოწერის შემდეგ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ქორწინების მოწმობა, რომელსაც თან ხუმრობდით და თან იმაშვებოდით, ის ჩაბარდებოდა, ცხადია გადმომბარდა მე. ჩემ ქორწინების მოწმობაზეა საუბარი. გადმომბარდა მე, ახლა აბა ვინ ჩაიბარებდა დოკუმენტს და მოკლედ ეს ის პერიოდია, როდესაც ჭანჭიკები ჩემს პერფექციონიზმს ცოტა დავუწიე. და რაღაც გარკვეულ სავარჯიშოებში ვარ, მაგ დროს იქამდე მისული, რომ ერთ პატარა სავარჯიშოსაც კი ვაკეთებ, რომ ფრჩხილები კვირაში ერთხელ არ გავიკეთო.
იმიტომ რომ ესეც პერფექციონიზმის ნაწილი იყო, ის რუტინა, ყველაფერი ზედმიწევნით უნდა შემოსრულებინა, რაც ჩემი აი ამ მაქსიმალისტურ სამყაროში იყო აუცილებელი. და მოკლედ იმ საღამოს ქორწილის შემდეგ რაღაც თავგადასავლებით გადავაბით, ხან ერთ ბარში წავედი, მერე სადღაც სხვაგან გადავაგრძელე და ნუ რომ მოვიხედე სად არის შენი მოწმობა? დაიკარგა მოწმობა. ნუ აი მახსოვს, იმდენად შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის, რომ დოკუმენტი დავკარგე. აი რა გამეკეთებ მეთქი, რა ვუთხრა, ეხა დოკუმენტი ჩამბარდა და მე დავკარგე. და ნუ ყველაზე სახალისო ყველაფერში ის იყო, როდესაც მას და ჩემს სხვა მეგობრებს მეორე დღეს მოუყევი, რომ ეს დოკუმენტი დავკარგე. და აი ასეთი გახარებული ჩემი მეგობრები ბევრჯერ არ მინახავს და ნუ აი ისეთი კარგი სიგნალი იყო, რომ აი მე ჩემი ამ მაქსიმალიზმის და პერფექციონიზმის გამო არავის არ უყვარვარ, ყველას მე უყვარვარ ის, ვინც ვარ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვისაუბრებთ შენს აი ამ პერსონალური განვითარების გზაზე და ალბათ ესეც ნაწილი იყო, ხო? ნამდვილად. ამ რაღაცის სანამ ამაზე გადავალ, მაინც დაუბრუნდები იმაზე, რა გინდოდა კაცებისგან, რას ითხოვდი? აი ნუ არ ვიცი, ძალიან ბევრ ამეს. ინტელექტს, იუმორს, გარეგნობას, ნუ ალბათ გარეგნობით იწყება ეს სია. უმჯობესია ასე დავაპოზიციონირო. შემდგარობას, ხელგაშლილობას, ჩემს უპირობო სიყვარულს და ნუ რავი, ძალიან ვრცელი სია იყო. სხვათა შორის ახლა მახსენდება, რომ მეცნიერებს უნდათ გამოეთვალათ რა არის ალბათობა ადამიანმა იპოვოს ის თავისი ერთადერთი. ნუ ეს ერთადერთი ხო რას ნიშნავს? რომ აი ამ სიას ყველაფერს რო აკმაყოფილებს და ესეთი განტოლება გამოიყენეს, რომელიც თავიდანაც განტოლება მოგონილია იმისთვის, რომ გამოეთვალათ რა არის ალბათობა არსებობდეს დედამიწის გარდა სხვაგან სიცოცხლე. და ამ განტოლებაში ჩასვეს უკვე აი ეს მოთხოვნები, რომელიც ადამიანებს აქვს და ინგლისის მასშტაბით გამოთვალეს, რომ აი ამ მოთხოვნის ხო რომ უნდა იყოს საპირისპირო სქესის, უნდა იყოს ჰეტეროსექსუალი, უნდა გქონდეს ეს სოციალური სტატუსი, ეს განათლება, თან შენ უნდა მოწონდე და ეს ყველაფერი რომ დათვალეს, მოკლედ გამოვიდა, რომ იმის ალბათობა, რომ აი შენი იდეალური პარტნიორი იპოვა, არის 0.17%. ეხლა ეს კარგად ებმევა იმას, რომ როგორ ფიქრობ, ზუსტად აი ეს დიდი სია და სხვათა შორის შენ ეს სია დაიწყე, არა იმითი რომ მე უყვარდე. მე მიღებდეს როგორიც ვარ, დაიწყე განათლება, იუმორი, ხელგაშლობა, ანუ ყველაფერი სხვა რაღაცით. როგორ ფიქრობ, ეს სია მართლა გულწრფელი სიაც იყო, თუ მხოლოდ რაღაცნაირი გამართლება იმისი, რომ შენ გეშინოდა ურთიერთობების წამოწყება? ნუ დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია ცალსახავთ თქვა, რომ ნამდვილად იყო შიში, იმიტომ რომ ერთის მხრივ თითქოს ხო სურვილი მქონდა ოჯახი მყოლოდა მეც სხვებივით. მეორეს მხრივ სულ ისეთ პოტენციურ პარტნიორს ატარგეტებდა ჩემი ფსიქიკა, რომელთანაც ოჯახის შექმნამდე მაღალი ალბათობით ეს ისტორია არ მივიდოდა. თუმცა რაც შეეხება იმ სიიდან რაღაცა შესაძლებელი არის, რომ კი მართლაც მინდოდა, მაგრამ ეს ამხელა დაუსრულებელი მოთხოვნები ცალსახად იმის გადაფარვა იყო, რომ ფაქტია ჩემს დიდ ნაწილს ამ ურთიერთობის ეშინოდა. ხო, აი სანამ და უფრო ღრმად ჩავალთ, იცი რა მომიყევი? პირველი აი ესეთი დიდი, არ ვიცი, სიყვარულის თუ ემოციის ისტორია, რამდენი წლის იყავი, რომ გეტაკა? ალბათ 26-ის. მე რაღაცა მახსოვს, რომ მანამდეც იყო. ხო, ნუ იმას ცოტა რაღაცა მებავშვურება და ამიტომ ასე ვერ მეთქმევინება, მაშინ ვიყავი აბიტურიენტი. ერთი აბიტურიენტი, ერთი 26, მე კიდევ, ხო? აი ამ ადამიანებს როგორ ფიქრობ, რა ქონდათ საერთო აი ამ კაცებს, ვიზეთ შენმა ფსიქიკამ, ან თორო ნუ საერთო აი წაღანაც ვახსენე, სის ჩამონათვალი არასწორი და საერთო ჰქონდათ ის, რომ ყველა გამორჩეულად ლამაზი იყო და საოცარი ვიზუალის პატრონი, ნუ ჩემი თვალებისათვის ძალიან კარგი ვიზუალის. და ყველას ჰქონდა იმ სის ის დანარჩენი კომპონენტები? არა, ყველას არა. ანუ გარეგნობა იყო საერთო. ესე იგი, შენ ფსიქიკას რატომღაც ამ გარეგნობაზე ჰქონდა? შენი აზრით რატომ? ჩემი აზრით, დღეს კი მაქვს ამაზე პასუხი, კარგი იყო, მაშინაც მქონოდა, მაგრამ იმიტომ რომ მე
ჩემი თავი როგორც ლამაზი გოგო თუ ხალი არასდროს წარმომედგინა. და ალბათ ამის საკომპენსაციოდ იყო სუძებნა სხვების რომლებიც იქნებოდნენ თვითონ ძალიან ლამაზები და ალბათ ეს რაღაცნაირად მეც მაგრძნობინებდა რომ მეც ლამაზი ვარ. რა ძალა უნდა აი ამის ასე ღიად თქმას? ალბათ უნდა განცდა იმ მდგომარეობას, როცა ხო, მე ასე მიმაჩნია. ეს უნდა ხელმა განიცადოს ეს მდგომარეობა. აი იმ სამყაროში, რომელიც არ ვიცი, ობსესიურია სილამაზის სტანდარტებზე. ყველა წიგნი, ყველა ზღაპარი ხალის იწყება იმით, რომ რა მოგეთხოვება. არანაირი იურისტობა არ მოგეთხოვება და არანაირი ინტელექტი და წიგნების კითხვა მოგეთხოვება იყო ლამაზი და მე პრინცი უნდა მოვიდეს და იმან უნდა შექმნას შენი. აი, როდესაც ასეთ სამყაროში გავიზარდეთ, ამ განცდით ცხოვრება როგორი იყო? ძალიან მტკივნეულია ამის გაცნობიერება რაღაცა წერტილში. უბრალოდ მე ჩემს შემთხვევაში ვიტყვი რომ ამას ვისხლეტდი ძალიან დიდი ხანი ეს არისო ის ინფორმაცია რომელიც მე გაცნობიერებული და ნაგრძნობი მქონდა ასე რომ გეკითხათ ამას მაშინ მე არც გიპასუხებდით პირიქით გავბრაზდებოდი რაღაცა მეტკინებოდა მაგრამ ამას არ ვაღიარებდი აი მას შემდეგ რაც საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე ნუ ალბათ 1-10 წლის წინ იყო ნელ-ნელა გარკვეულ ჩემს შეგრძნებებზე დაკვირვებით, იგივე თერაპიით, ფსიქოლოგთან სიარულით, სხვადასხვა ვორქშოპებში მონაწილეობის მიღებით, რომელიც ჰოპკინსის პროტოკოლების დაცვით ითვალისწინებდა ბევრი ემოციის შეგრძნებას, აი მაშინ მოხდა ამ ემოციების გაცოცხლება, რომელიც სრულიად ნაცარმიყრილი იყო მაშინ არ იყო ესენი ამოწვერილი. მაშინ აბსოლუტურად უღრანი იყო ჩემთვის ეს განცდები. და მერე მოხდა ამის გაცნობიერება, რომ ხო, გარკვეული კადრების, ბავშვობის კადრების გაცოცხლებით მაშინ მივხვდი, რომ და ძალიან საინტერესო ისტორია იყო, რომელიც აი ამ ვორქშოპების დროს გამიცოცხლდა. პატარა რომ ვიყავი. ესე 5 წლის. ну, საერთოდ პატარაობაში ტილები მეხვეოდა ხშირად ძალიან და მოკლედ ну ძალიან ისეთი რიტუალი იყო ჩვენთან აი ჩემი გაწმენდა თან ხშირი თმა მქონდა და მოკლედ და ჩემი შუა ამ ტანჯვა წამებაში იყო და მორიგი ტილების დესანტის მერე აი კისერში ამოვიდა და წამიყვანეს და გადამპარსეს ნულზე თმები. იყო ზამთარი და განცდით მახსოვს როგორ მრცხვენოდა აი ამ გადაპარსული თავის მარტო სახში მქონდა ხოლმე ქუდი მოხტილი და ისიც არც ვიღაცა თუ დარეკავდა გავიქცეოდი და ვიხურავდი და იქ გაცოცხლდა ეს კადრი მაშინ და ვიღაცა ქუჩაში შეხვდა ხო? კი და ეზოში ვთამაშობდი და ქალმა იმას ქნა და ვაიმე რა ლამაზი ბიჭიაო თქვა და აი ამ ერთ-ერთი ვორქშოპის დროს გამიცოცხლდა ეს კადრი და ეს ინფორმაცია რაღაცნაირი თავგადაპარსული გოგოსი და იქ წამოიღო მაგის გაცნობიერება, რომ ხო, აი ასე ვაპოზიციონირებდი თურმე ჩემ თავს და აი ამ ურთიერთობებში შევდიოდი ამ თავგადაპარსული გოგოს ემოციით. აი არ ვიცი რა ხელა მადლობა თუ ყველა უჯრედი ახლა ჩემი სხეულის მადლობას გეუბნება, რომ ასე შეგიძლია ამისი მოყოლა, იმიტომ რომ მე მჯერა რომ ასეთ ადამიანებს რომელსაც აქვთ ეს გაბედულება ამაზე ისაუბრონ შეუძლიათ იყვნენ სხვებისთვის ინსპირაციის წყარო. აი რა ძალა მოგეცა, როცა აი იმ გადახოტრილ თავიანმა ბავშვმა გითხრა რომ რატო ცხოვრობ გადახოტრილი თავით? აი ესეთი რაღაცეების განცდას სრულმასშტაბიანად, როდესაც აი ასეთ შიშებს ჩახედავ თვალებში, მე რაღაცნაირი მაგიური ძალა აქვს ხოლმე. ის კი არ მოხდა სინამდვილეში, რომ სარკესში რო ვიყურებოდი იმის განცდა მქონდა ახლა, რომ არ ვიცი, ვინ მსახიობი მიყვარს, პენელოპა კრუზი ვიყავი. ამის განცდა კი არ მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა მოხდა ის, რომ რა კომბინაციითაც მე ვარ ის გახდა ჩემთვის ძალიან მისაღები. და შედეგად ის მოყვა რომ მე მართლა აი უცებს აი სადღაც წავიდოდი
და ამას კიდე მთავარი მოყვა, რომ აი ის დეტერმინირებულობა რაღაცნაირად, რომ აუცილებლად ვიღაცა უნდა მომეძებნა, ვინც აი ამ ჩემი ნაკლოვანებისგან გადამარჩენდა. ეს ხო ყოველდღიურობაშიც თავს იჩენდა, აი მაგალითად სადღაც მიდიხარ კაფეში, რესტორანში და სულ რაღაცნაირი თვალები გაქვს, აბა მე ვინ შემომხედავს, ვინ მიყურებს, ვინ მაკვირდება, ვინ არის პირობითად ის პოტენციური ის. და აი ამ მუშაობამ გამოიწვია ის, რომ ნელ-ნელა აი ხარისხი აი ამ მაძებარობის ძალიან შემცირდა დროთა განმავლობაში და ამაზე პირიქით პარადოქსული პირიქით შედეგი მოყვა, რომ აი მართლაც სადაც შევდიოდი, მართლაც აი ძალიან ბევრის თვალს მაყოლებდა, ბევრი აღფრთოვანებით იყურებოდა და ძალიან სასიამოვნო იყო მე მართლა. ნინა ჩემი მეგობარია და უბრალოდ მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ეს მხოლოდ მისი აღქმა არ არის, მე მომსწრება რამ ყველაფრის, როგორც კი ეს შინაგანი მოდელი, რომ მე ადამიანი მიჭირდება იმისთვის, რომ ჩემი თავისგან გადამარჩინოს, როგორც კი მორჩა, არ ვიცი რა ხდებოდა ნინას გარშემო. მართლა შევდიოდით მეგობრები, უამრავი გოგო და ყველა ყურადღება მიდიოდა ნინასკენ. ასხივებდა რაღაც ჯადოსნურობას და ამისი ერთ-ერთი სხვათა შორის მიზეზი არის ის, რომ წყვილებში ესეთი დინამიკა არის დადგენილი ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური კვლევით. როდესაც ადამიანს არ უნდიხარ, რაღაცნაირად შინაგანად ხდება ის, რომ შენ მიგაჩნია, რომ ის რანგით უფრო მაღალი ვარ. და აი ამ დეიტინგ ფსიქოლოგიაში ყველას უნდა ისეთი, რომელიც მასზე უკეთესია. და თუ ახლა ძალიან ვუნდივარ, მაშინ ესე იგი თლათ ჩემნაირი კარგი არ არის. და აი თუ არ ვუნდივარ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ კონდეს სოციალურად უკეთესი სტატუსი, გაუცნობიერებელი სიგნალი მოდის ადამიანის ტვინში, რომ ესე იგი ჩემზე უკეთესი იქნება. და როგორც კი შენ ოპერირებ ისე, რომ არავის არ ეძებ, იმიტომ რომ შენ შეიძლება გიხაროდეს ურთიერთობა და თავგადასავლები, მაგრამ არავინ არ გჭირდება საკუთარი თავის გადასარჩენად, გაუცნობიერებელი სიგნალი იგზავნება ადამიანებთან, რომ ეს ჩემზე უკეთესია. და აი იმ პერიოდში, როდესაც ეს ყველაფერი სადღაც ქვეცნობიერში, სადღაც კაი ბექგრაუნდში მიდიოდა, რა იყო ხოლმე ტრიგერი, რომელიც გახსენებდა იმას, რომ გედისკომფორტება ეს რაღაცა მარტოობა თუ აი ასე ყოფნა. ალბათ არაერთი იყო ასეთი ტრიგერი, როდესაც ამხელა იმას დაატარებ. ალბათ ყოფაში ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ერთი მახსენდება, აი პერიოდია, როდესაც მგონია, რომ ძალიან მგონია რა, ანუ იმ დროს სისხლსავსე ცხოვრობით ვცხოვრობ, მუშაობ, სადღაც მოგზაურობ, დიდი ამბები ხდება ჩემს ყოფაში და მაღაზიაში შემხვდა ძალიან დიდი ხნის უნახავი ნაცნობი. აი ახლობელიც არ ქვია იმ ადამიანს, უბრალოდ ნაცნობი, ალბათ ერთი 20 წელი არ მყავდა ნანახი. და ნუ მოვიკითხეთ რაშვები როგორ ხარ და უი შენკენ ისევ არაფერი ხდება, მკითხა. ნუ მე რაღაცნაირად მაშინ სახე შევინარჩუნე და რაღაცნაირი პასუხი გავეცი და წამოვედი და გრძნობ, რომ აი ყურში მიწივის ეს ხმა. და აი რას ქვია, მეუბნება, რომ შენკენ ისევ არაფერი ხდება. ანუ როგორ პოზიციონირებ მე, რომ ესე იგი თუ ქმარი ოჯახი არ მყავს, ესე იგი ჩემ ცხოვრებაში არაფერი ხდება. სხვა შენ თუ ეს ამბავი არ გაწუხებს, რეაქცია არის გაგეცინოს ახლა მის ტაქტობაზე, ხო? და ამხელა ქარტეხილი და მორევი შენ სხეულში არ დაატრიალოს ამ ერთმა შტერულმა შეკითხვამ. და მახსოვს აი მაშინ იყო ძალიან ყურადსაღები, ჩემი განცდა ეს ემოცია, მეთქი, აი ასეთი ამბავი თუ ამ ერთმა შეკითხვამ გამოიწვია, მოდი ახლა მივხედოთ ჩვენ ამ საკითხს. ასეთი ალბათ ბევრი იყო, მაგრამ ეს ძალიან თვალსაჩინოდ მახსოვს, იმიტომ რომ აი ბრაზისგან და სიმწრისგან რა მექნა არ ვიცოდი. მე რო აქ თავი მომქონდა, რომ აქ მე ამდენ თავგადასავალში ვარ, ესეთი სისხლსავსე ცხოვრობით ვცხოვრობ და ვიღაცა მოდის და მეუბნება, რომ იმიტომ რომ ქმარი შვილები შენ არ გყავს, არაფერი შენ ცხოვრებაში არ ხდება. ოხ, ესე რა გორი ესეთი
ჩვენი კულტურის არა მხოლოდ ქართულის გამომხატველი ისტორია, რომ ქალის დანიშნულება არის ჯერ რა სიტყვა გვაქვს ხო გათხოვდეს. ესე იგი ვიღაცამ უნდა ითხოვოს და შვილი გააჩინოს. აი როგორ გონია იგივე ადამიანი დღეს რომ შეგხვდეს? რა ემოცია გექნება როცა ამას იტყვის? იცი რა მქონია რაღაცა მაგდაგვარი გამოცდილებები მერე, მაგრამ ნუ აი იმდენად სადადედა მიწა იყო ემოცია ალბათ ნუ იმდენად ნავარჯიშები იყო მაგ თემაზე თუ დანაკვირვები რომ ნუ მართლა ძალიან გამეცინა ამაზე გულწრფელად ამ შეკითხვაზე რომ ამას წინათ კიდევ შემხვდა ესეთი ჩემთვის ბევრი სიკეთე რომ უნდა და ესეთი ადამიანი და რა ვაიმე უნდა იფიქრო ნუ აი ძალიან ამდენი ფიქრიც არ შეიძლება ანუ დავამშვიდება უთხარ რა უცებ გავითვალისწინებ მის ამრჩევას მინდა გკითხო შენი აზრით რამ განაპირობა ის გარდა იმისა რომ შენ ეს აღმოაჩინე შენ თავში რომ არ აღიქვავდი ძალიან განსაკუთრებულად ლამაზად საკუთარ თავს მაგრამ რა გარემო იყო შენს გარშემო ისეთი რომ გიჟური სურვილი არ ჩამოგიყალიბა ქართული ოჯახის შექმნის პირველ რიგში შვილების გაჩენის ვფიქრობ ის იმ ბავშვნინას მოდელი იმ ოჯახის რომელსაც ის პატარა ხედავდა მან ჩამოუყალიბა რაღაცნაირი განზიდულობა ოჯახური ურთიერთობის მიმართ იმიტომ რომ მამა ხშირად წასული იყო სწავლობდა საზღვარგარეთ და ის დინამიკა რომელიც ამ პირობებში იყო სადღაც პატარა ნინამ წარმოიდგინა რომ ხშირად ან დატოვებენ ან მარტო ამყოფებენ და ამიტომ ასეთი მოდელი მის ფსიქიკას თვითონ თავისთვის აღარ მოუნდა. მაგრამ აი პატარა ნინას გადმოსახედიდან გასაგებია, მაგრამ აი დღესაც მოგწონს როგორი არის უმეტესობა ოჯახების ან იმის, რასაც ჩვენ ვეძახით სტანდარტულ ოჯახს. ძალიან არ მომწონს უმეტესობა, ძალიან იშვიათად მეგულება ისეთი ოჯახის მოდელები, რომელიც მე მართლა ჩემთვისაც მენდომებოდა. და რასაც გულისხმობ, რაც არ მომწონს, არის მთავარი პარტნიორებს შორის დინამიკა. სულ ერთმანეთს რაღაცაში ედავებიან. ან აქტიური ფორმით, ან რაღაცნაირად შეფარულად. და სულ მათ სიტყვებში ან საყვედური, ან სულ რაღაცის დაუსრულებლად მოთხოვნა და გადატანა მეორე ადამიანზე ისევ საკუთარი თავისგან გადარჩენის მოთხოვნების წაყენება მეორე ხარისთვის, პარტნიორისთვის და ეს განსაკუთრებით ალბათ როცა შიგნით ხარ შენ თვითონ და ამაში ხარშები, მან დაკარგული ხარ, მაგრამ გარე თვალისთვის, აი კანი ისე გრძნობს ამ დინამიკას და ამ ენერგეტიკას, რომელიც წყვილებს შორის არის. და ნუ აი ძალიან უსიამოვნო. ხო, მეც ძალიან გეთანხმები ამაში და ეს დინამიკა შეიძლება ჩვენი აღზრდისაც და სწორედ იმისი ბრალია რომ ეხლა რაც მოყები რა განვითარების გზა ხო როგორ უყურებდი სამყაროს და შემდეგ როცა აღმოაჩინო რომ არ მჭირდება არავინ იმისთვის რომ თავი კარგად ვიგრძნო და ეხლა წარმოიდგინე ის გოგო რო შედის ოჯახურ ურთიერთობაში და ეს რო შედის და ჩვენ ხო ყველანი ასეთი შინაგანად უმწიფრები შევდივართ ურთიერთობაში და მით უმეტეს მაშინ როდესაც ჩვენს ჰოლივუდურ ფილმებში, ზღაპრებში არავინ არ გვიყვება რა ქნა მე კონკია. პრინცეპს სხვა გოგოები მოუნდა? იქნებ კონკია საერთოდ ის კონდა რა ქვია. ობსესიური ლაგება. OCD. ამას არავინ არ გვიყვება, ხო? შესაბამისად ჩვენ ყველანი შევდივართ ამ ურთიერთობაში და განსაკუთრებით ალბათ კიდევ ქალები, რომ იმან უნდა უზრუნველყოს ჩვენი ბედნიერება. და იმას თავისი ტკივილები აქვს, თავისი ნაკლოვანებები აქვს, რომელზეც განიცდის, იმდენი აქვს სამტკიცებელი გარე სამყაროში, სხვა კაცებს უნდა გაეჯიბროს, შენ უნდა მოგიწყოს საოცარი ცხოვრება და რეალურად როცა შედიხარ ამ ურთიერთობაში,
დიდი იმედგაცრუება გაქვს, იმიტომ რომ მოლოდინები გაქვს არასწორი. რაღაცა მომენტში მართლა მომივიდა იმის სრული განცდა, რომ ეს ჩემი single ყოფნა ძალიან დიდი საჩუქარი იყო. და რას გულისხმობ ამაში? აი მართლა რომ წარმოიდგენ, როცა ადრეულ ასაკში ქორწინებები იქმნება და პარტნიორები ერთად ცხოვრობენ, აი მართლაც როგორც თქვით, ჩვენი ამდენი რაღაცნაირი რა ქვია, uncertainty-თ შევდივართ ურთიერთობაში. არა უსაფრთხოებით. ხო. უსაფრთხოების გარეშე, ხო. უსაფრთხოების გარეშე შევდივართ და არც საკუთარი თავი ვიცით, არც რაიმე დრო არ დაგვითმია თვითგამორკვევისთვის და ძალიან ბუნებრივი არის მე ეს განვითარება ხოლმე, იმიტომ რომ ყოველდღიური ცხოვრება იმდენი მოვლენით არის, მაგალითად საოჯახო დატვირთული, რომ საერთოდ აღარ რჩება შენი თავის ადგილი. მაგალითად დილას გაიღვიძებ, იცი რომ ბავშვები გამოსაკვები ყავს, არის სამსახურში გასაცილებელი, შენ თვითონ გასაქცევი სამსახურში. მერე იქ სარეცხია, სადილია, ბავშვების მეცადინეობა არის. ჩემს შემთხვევაში მთელი აი ეს რაც ჩამოვთვალე, არაფერი არ მონაწილეობდა ჩემ ყოფაში. ერთი იყო სამსახური რომლითაც ძალიან ბევრი რამ მქონდა გადაფარული და განსაკუთრებით მადლიერება მაქვს იმ გადაწყვეტილების, როცა გადავწყვიტე რომ წამოვსულიყავი, იმიტომ რომ სამსახურიდან, იმიტომ რომ აი ყველაზე ჯადოსნური პერიოდი მაშინ დაიწყო. იმიტომ რომ აღარ სამსახური იყო რაიმეს გადასაფარი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ რაღაცა დროებს გამოვნახავდი ხოლმე ჩემი თავისთვის. ეხლა დილას ვიღვიძებდი, არსად ვიყავი გასაქცევი, არანაირი დღის გეგმა არ მქონდა და აქეთ პარალელურად ეს ოჯახური ცხოვრებაც არ მქონდა, რომ მეზრუნა ბავშვებზე, მეუღლეზე და სადილები მეკეთებინა. აი აბსოლუტურად დილას ვიღვიძებდი უგეგმო. და ძალიან დიდ დროს ვატარებდი საკუთარ თავთან ურთიერთობაში და ამიტომ აი ამ მარტო ყოფნას მგონია რიგ შემთხვევაში ძალიან დიდი საჩუქრის ფუნქციაც აქვს თუ გაჩნია ამას რა პერსპექტივით შეხედავ და რამდენად საკუთარ თავს დროს დაუთმობ დაუკვირდე მინიმუმ საკუთარ სუნთქვას რაზე გიხშირდება სუნთქვა და რაზე სუნთქავ მშვიდად. აი შენ გაგეს განცდა რომ ეს ფორმა ცხოვრების ცოტათი ოდნავ უფრო აღმატებულია, ვიდრე ის ჩვენი ყოველდღიური აბაკარგი, ოჯახი აბაკარგი სამსახურია. შინაგანად გააქვს ეს განცდა რომ ეს კიდევ ცოტა სხვა რეგისტრის სტატიური ბედნიერებაა და სიმშვიდე. ასე გამიჭირდება მე შედარებით რაიმეს თქმა. მე მხოლოდ ჩემი თავზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, ვიცი როგორ ვიღვიძებ დილას. და უმეტეს ხადია ხა ეს სტატიური და კონსტანტა არ არის, მაგრამ უმეტესწილად დილას როცა ვიღვიძებ, დილის გათენება მიხარია. თუმცა ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი წერტილების პოვნა მხოლოდ მარტოობაში არის შესაძლებელი. მე ძალიან მჯერა იმის, რომ იგივე პარტნიორებთან ურთიერთობაშიც, იგივე მომუშავე ადამიანებისთვისაც არის დრო და რესურსი გამოძებნადი. მე ვფიქრობ არის, იმიტომ რომ ამაზე სულ მახსენდება ძალიან კარგი მეტაფორა. როდესაც ლოტუსის ყვავილი ხარობს საკმაოდ ესე რელიეფურად რთულ გარემოში, ქვემოთ არის ტალახი. ასე რომ ნებისმიერ აურზაურში მიუხედავად იმისა გარეთ რა ხდება, ჩვენ შეგვიძლია რაღაცნაირად ჩვენ თავებს მოვუაროთ და ის განცდა გამოვზარდოთ ჩვენში, რა კარგია შენ თავთან ერთად ყოფნა და ამავდროულად სამყაროსთან ერთად ყოფნაც. ეხლა მე რომ აი ესე ვთქვათ სულიერება დავაყენე აი ამ მარტოდ განვითარების მხარეს აუცილებლად უნდა კითხო ეს ხო ანუ
არ დაემსგავსოს რაღაცა შედარებით მონაზონურ ცხოვრებას. გააქვს ურთიერთობები, ანუ თავგადასავლები რომანტიკული თუ აი ეს უბრალოდ ხარ და სულ ხარ ამ მდგომარეობაში, რაც არის საკუთარი თავის შეცნება. ორივე. ორივე. ცხადია ორივე, რას პირიქით ახლა როცა მე მარტოობას ვამბობ, აქ ძალიან დიდი დოზით საკუთარ თავთან ერთად ყოფნას გულისხმობ, თუმცა ყველაზე ნაკლებად ვისაც მარტოსული ადამიანი შეიძლება ეთქვას, ალბათ მე ვარ. მე ყოველ შემთხვევაში მე ასე ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ მყავს მშობლები, ძმა, ძმისშვილები, საოცარი მეგობრები, საოცარი წრე და ამიტომ და ძალიან რომანტიკული თავგადასავლები? პერიოდულად ესეც. აი, კარგ თემას შეეხე, ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი სხვაობა მარტოდ ყოფნასა და მარტოსულობას შორის. აი, მარტოსულობა დაკავშირებულია ძალიან ბევრ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობის პრობლემასთან. აი, შენი აზრით, რა სხვაობა ამ ორ მდგომარეობას შორის? მარტოსულობასა და მარტოობას შორის? ხო, მარტოყოფნას. მარტოყოფნას შორის. მე ჩემი აღქმით მარტოყოფნა არის მდგომარეობა, როდესაც შენ თავთან ერთად ყოფნა გიხარია. და მარტოსულობა არის ის ტკივილიანი განცდა, როდესაც შენთან ერთად ყოფნა არ გიხარია და გინდა ვიღაცამ გადაგიფაროს ეს შენი სიცარიელე. და ესეც არ გაქვს. და ესეც არ გაქვს. შენახქმაში. ანუ ძალიან ბევრი მარტოსული ადამიანი ცხოვრობს დიდ ოჯახში და ძალიან ბევრი მარტო მცხოვრები ადამიანი არ არის შინაგანად მარტოსული. აი, კიდევ მინდა დაუბრუნდე მაინც თვითონ აი ამ პროცესს. ახლა როცა ვსაუბრობ და ამის უკვე განვლილ თემაზე, შედარებით ადვილად ჟღერს, მაგრამ რითი დაიწყე მუშაობა, მაშინ როდესაც ამბობ რომ ძალიან ისეთი დატვირთული სამუშაო გრაფიკი ქონდა და მე მაყურებელს ვეთქვი რომ ნინა ალბათ არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი იურისტი, თან ერთის მხრივ, აი ეს ერთის მხრივ იყო რაღაცა ტიპის თავგადასავლებიც და მეორეს მხრივ შენ ამ დროს იწყებ მუშაობა საკუთარ თავზე. რატომ დაიწყე ეგერთი და რითი დაიწყო ეს პროცესი? იცი, რამოდენიმე მოვლენის ერთობლიობა იყო. ერთი მყავს უახლოესი მეგობარი, რომელთან ერთადაც სულ აი ამ თემებზე ჩვენ მქონდა საუბარი, მას გულისხმობ ამ შემთხვევაში. პირველი სავარჯიშო, რომელიც დავიწყე, იყო ეს წეღან ვახსენებ ფრჩხილების არ გაკეთების სავარჯიშო, რომ აი რაღაცნაირად თავი დისკომფორტში ჩამეგდო. იმიტომ რომ ყოველთვის მიყვარდა აი რაღაცნაირი ჩემეული გარემოს შექმნა, სადაც არაფერი არ მეტკინებოდა, სადაც ყველაფერი იქნებოდა ხავერდოვნად. მახსოვს ერთ დაბადების დღეზე არ ვიხდიდი და ჩემი უახლოესი მეგობრების წრეში ვიყავი და აი მართლა როცა რაღაცა ესე ძალიან ისურვებ, მართლა თითქოს ახთენის ძალა რომ მაქვს, ვთხოვე დაბადების დღეზე რომ გეხვეწებით, ხალხი არ ხართ, აი რომ დამინახავთ რომ ჩემი კომფორტის ზონაში შეძრომისკენ ვარ, მომკიდეთ ხელი, თუნდაც მაიძულეთ და გამომათრიეთ აქედან თქო. აი ამ სავარჯიშოებით ძალიან გამომათრიეს. რა იყო კონკრეტული ჯერი, როდესაც მე აი მაგალითისთვის, ჩემთვის აი ესეთი ექსპრომტი გადაწყვეტილებები, რომ აი მოდი დღეს გავფრინდეთ სადღაც. ასეთი უნდა გამეგეგმა, გამეაზრებინა, გამეცნობიერებინა რა შვები და მე უნდა გამეკეთებინა. და მართლაც ესე პირდაპირ დავსხედით და მოდი ამაღებ სადღაც გავფრინდეთ. სადღაც? ევროპაში. და გავფრინდით მილანში. ჩემთვის ვინმეს რომ მოენდო ამ გადაწყვეტილების მიღება, მე თვითონ ამას არასდროს ვიზამთრე. მაგრამ მათი დახმარები და ასეთი ძალიან ბევრი იყო. მე მინდა მოვუყვე, იმიტომ რომ ეს ჩვენ სამეგობრო წრეში ხდებოდა, როდესაც ფრჩხილების არ გაკეთებაზე საუბრობ, შეიძლება ხა ჩვენთვის გასაგებია რაზე საუბრობ, მაგრამ როდესაც ადამიანი ყოველთვის ცდილობს და ძალიან მაღალი აქცენტი აქვს იმაზე, რომ ფრჩხილები ყოველთვის უნდა იყოს მოწესრიგებული და ვთხოვეთ, რომ აბა ერთი კვირა არ გაიკეთო და დაგვთანხმდა და მოვიდა ის დღე, როცა უნდა გაეკეთებინა.
ესე იგი, ერთის მხრივ იქაც ხო პერფექციონისტია, რომ შეგვპირდა რომ არ გაიკეთოს. მეორეს მხრივ იქაც პერფექციონისტია, რომ ჭხილები მოწესრიგებული უნდა გქონდეს. მე მახსოვს ეს არ ვიცი, კოგნიტური დისონანსი ქვია ამას. არა, დისონანსი მაგას აღარ ქვია. მე რაც მჭირდა. რა ქვია ამას? მაგას ქვია ალბათ ესე რომ ვთქვათ, ლომკა. სიგიჟე, ხო? ხო, პირდაპირ ქვია აბსტინენციის მდგომარეობაში ყოფნა, რომ აი რას ქვია, ეხა განრიგის მიხედვით მოწესრიგების დღიარი ფრჩხილები უნდა გავიკეთო და თან ერთის მხრივ პირობა მაქვს მიცემული, რომ ამას შევასრულებ და თან ეს რუტინა უნდა მოვიშალო მე. და რა ქენი მე? რა მოხდა, თუ გახსოვს? რა მოხდა? თამანდ თავარი იყო მომეყოლა რას განვიცდიდი. ეხლა მართლა ვინმეს განზრახვა ის კი არ ქონდა, მოუვლელი მევლო. მანდ იყო ამის გაცნობიერება იყო. აი თუნდაც ასეთი პატარა რაღაცები, რომელსაც ჩვენ აი საერთოდ ისე ჩაიქროლებს ხოლმე წლები და ცხოვრება, საერთოდ ყურადღებას არ ვანიჭებთ. და არ ვგრძნობთ რა ხდება, როდესაც შენ როგორც დაგიწესებია რაღაცა, იმ ინერციით რაღაცა ესე არ ხდება. და მან თავარი იყო ის ემოცია, მე რა მჭირდა, მე რასაკვირველია მეორე დღეს წავიდა გავიკეთეს ფრჩხილები, მაგრამ ეგ უკვე აღარ იყო საინტერესო. აი ეს მაგალითი, ხო რამდენი ვისაუბრებთ ფრჩხილების გაკეთებაზე, ხო ნუ ძალიან სასაცილოა. აი ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი იმის, შენ როგორ ვერ აკავშირებ ინგლისურად კარგი სიტყვა ეს პატერნი, ხო? ქართულად როგორ ითარგმნება კარგად? ანუ პატერნია ქართულად. ეს პატარა დეტალები როგორც სulis მე მთლიან შენ ცხოვრებას. თითქოს ხო რა არის ფრჩხილის გაკეთება არის, მაგრამ ის რომ პერფექციონიზმის ნაწილი იყო, ის რომ კომფორტ ზონაში ყოფნის ნაწილი იყო, ეს კომფორტ ზონები ჩვენი ჯავშანია, რომ არ ვიგრძნოთ რაღაცები და როგორც კი ამ კომფორტ ზონებიდან გადიხარ თუნდაც პატარადან, ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ თავს აძლევ უფლებას რაღაცები გახსნა და მე სულ ასე ვხუმრობ ხოლმე, რომ ინას განსაკუთრებით ჭკვიალა ცხოვრება დაიწყო მას შემდეგ, როცა ფრჩხილები არ გაიკეთა. ეხლა რა მინდა რომ გკითხო. შენ რასაც ყვები, ისტორია არის ესეთი, რომ რაღაცა პერიოდი საკმაოდ ხო 30-ს გადაცილებულობამდე საკუთარი თავის აღქმა ამ თემაზე ზრუნვები არ ქონდა დაწყებული. ამ დროს იწყებ შენ თავზე ზრუნვას. შენი ქალურობის, შენი მზიდველობის, შენი ეშხიანობის შეგრძნებას იწყებ და იცვლება სამყარო შენს გარშემო. და ნანა გადის წლები და ამ დროს უკვე მალე დადგება საკითხი, რომ ცხოვრებაში შემოვა ესეთი სიტყვა, რასაც ქვია მენოპაუზა. აი ამას როგორ უყურე? ძალიან საინტერესო და კრიტიკული ამბავი არის. ქალებისთვის და ნუ მე საკუთარ მაგალითზე მოვყვები, რომ 40 წლის შემდეგ ჩვენი ჰორმონალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად იცვლება. როგორც მეცნიერები და ექიმები ამბობენ, ესტროგენის ეს ყველაზე ჭარბი ქალური ჰორმონი რაც გვაქვს, მისი ოდენობა ძალიან მცირდება. და მეც სადღაც ალბათ წელიწად ნახევრის უკან, შეიძლება ცოტა მეტიც, შევნიშნე აი ამ სიმპტომების, რაც აი კარგად არის მედიცინაში აღწერილი, აი ამ ესტროგენის შემცირებას, რა სიმპტომები ახლავს თან და ნუ თან სუპერიოდულად ვკითხულობ ხოლმე მსგავს რაღაცებს და ვიგრძენი, რომ ამ სიმპტომებს გრძნობ. მაგალითად? მხურვალებას სხეულში. და აი უცებ რო გავაცნობიერე ეს ყველაფერი. რომ ნუ ამდენი ვიშრომე, ამდენი ენერგია ჩავდე იმაში, რომ ეს რაღაცნაირი სისხლსავსე ცხოვრების მოყვარული ქალი გამეღვიძებინა, და უცებ მოვიხედე და всё, მორჩა ეს ყველაფერი. და ნუ სადღაც ერთი რამდენიმე დღე იყო შოკის მომგვრელი მდგომარეობა. არა, შოკის მომგვრელი კი არა, უბრალოდ აი განცდა რომ ბნელდება სამყარო. მორჩა, всё, აწიმე, ან ვის გამოვეწონები, ან ვიღა ჩამთვლის სასურველ ქალად და ნუ ის 2-3 დღე იყო, რომ დამთავრდა ეს ყველაფერი, რაღაცთვის უნდა ვიყო მე. და ნუ მე სადღაც ნუ ცხადია ეს ყველაფერი არის სიახლის განცდა და მე ვთქვი, რომ მოდი კარგი დაუკვირდები ამ მდგომარეობას რა არის. და რა რისი ცვლილება ხდება შენ სხეულში და ისევე როგორც ძალიან ბევრ საქმეში მიმღებლობა იმის საკუთარი ბიოლოგიის.
საკუთარი თავის მიმღებლობის ნაწილია საკუთარი ბიოლოგიის და იმის გაცნობიერება ხო რომ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ჰორმონალური მდგომარეობა გაქვს და ოდესღაც დაბერდები კიდეც, აბა როგორ იქნება. და აი ამის ხო მოდი ვეცადო, ხა ეს მდგომარეობა მივიღო, რა არის ამაში ასეთი საშიში. და იმ ხელა შვება მოიტანა ამ ყველაფრისგან კი არ გაქცევამ, რომ აი თუნდაც აი სიმხურვალე მაქვს სხეულში და წარმოიდგინე, რომ შენი სიმხურვალეა ეს. შენი სხეულის ნაწილია ესეც და მოდი აბა რაღაცნაირად ვიგრძნობ, როგორი არის განსხვავებულ ტემპერატურულ რეჟიმში ყოფნას. და აი თითქოს აი ეს ყველაფერი აი რაღაცნაირად ჯადოსნური ჯოხი დაადეს ამ შეგრძნებებს ეს 2-3 დღე ჩემში რაც აი აზვირთებული იყო და ეს თითქოს ნემსი თუ უჩხვლიდეს და გაქრა ეს განცდა რომ და მე სასაცილოდ არ მყოფნიდა რომ ღმერთო ეს რა ბოდვითი აშლილობა იყო რები მეფიქრებოდა არანაირი კავშირი სინამდვილეში ამ ყველაფერს არ აქვს და მე ამ თემას ძალიან ბევრი ვიკითხე იმიტომ რომ აი ყველა ქალისთვის რაღაცნაირად საინტერესო პერიოდია აი ეს 40 წლის შემდეგ როცა ეს იწყება ჩვენში გარკვეული ჰორმონალური ცვლილებები და ამას ვერ გავექცევით ზოგი ცოტა გვიან ზოგი ცოტა ადრე აი და ბევრი ამბობს კიდეც განსაკუთრებით აღმოსავლეთში რომ ეს ქალებისთვის არის თუ აქამდე რაღაცნაირად ვერ მოახერხე შენ თავთან დამეგობრება აი თითქოს ცხოვრება კიდე ახალ შანსს გაძლევს რომ ძალიან დაუმეგობრდე შენ თავს მე იმით გამიმართლა თუ საკუთარ თავს გაუმართლე არ ვიცი როცა უფრო ადრე მქონდა ამ მუშაობა დაწყებული თუმცა ეს ჰორმონალური ცვლილება ადრე თუ მანამდე სანამ ახალგაზრდა ხარ ეს რეგულაცია ჰორმონალური იმას უზრუნველყოფს, რომ გაცილებით მეტად შეგიძლია რაღაცების დათმენა. მეტად უფრო დაბალანსებული ხარ შენს აი ამ მდგომარეობაში ჰორმონალურში და უკვე ბიოლოგია აღარ გაძლევს მაგის გასახანს. ეს ჰორმონალური რა ეძახიან swing-ებს, მკვეთრი ცვლილება, ახტომა და ხტომა, იმიტომ არის, რომ თითქოს ქალები ძალიან ემოციურები არიან ამ დროს. მართლაც ვართ მაგ დროს ემოციურები, მაგრამ ძალიან ტრანსფორმაციულად შეგვიძლია ვაქციოთ ეს ჩვენი ჰორმონალური მდგომარეობის ცვლილება, ასე მგონია. იმიტომ რომ ეს არის ახალი საკუთარი თავის პოვნის ფაზა, როდესაც შეგიძლია დაუკვირდე და აღარ გაქვს იმდენი კონტროლის მექანიზმი იმისთვის, რომ ყველაფერზე თავი დახარო, მიიღო, დაითმინო, აღარ გაძლევს ბიოლოგია ამის გასახანს და აი ამ ქარტეხილში შენი თავი იპოვო. არ ვიცი, ამ ხელა სიძლიერე და უნდა ასე ღიად ამ თემის გაზიარებას და მეც მინდა რომ ამ თემას შევეხო, რასაც მართლაც ძალიან ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ სწორედ ეს ესტროგენია პასუხისმგებელი, არა მხოლოდ ესტროგენი, მაგრამ მათ შორის ქალის იმ უნარზე ხვის ინტერესი დააყენოს თავის თავზე წინ და რასთან არის დაკავშირებული ხო რომ ფერტილურობის დროს როცა ესტროგენი მაღალია მაშინ მას ბავშვი უნდა შეეძინოს და მთლიანად ტვინის გადაწყობა იწყება იმაზე რომ შენი ინტერესებზე წინ უნარი კონდეს ნეირობიოლოგიურად სხვების ინტერესი დააყენო შენზე წინ და ეს მხოლოდ მე ბავშვებზე არ ითარგმნება, ძალიან ხშირად ითარგმნება შეიძლება მშობლებზე, შეიძლება ქმრებზე და ასე შემდეგ. და თითქოს დაკარგულია შენი თავი მაღალი ესტროგენის დროს. მეორე არის რომ საერთოდ ევოლუციურად რა საჭირო იყო მენოპაუზის შემდეგ, რა ევოლუციური ღირებულება ჰქონდა ადამიანის გადარჩენას, ხო? ცხოვრებას თუ უკვე ფერტილურობას ამთავრებს და ვიცით რომ მენოპაუზის შემდეგ აბსოლუტურად ისე არის მოწყობილი, ისევე შეუძლია მას სიამოვნების მიღება. რატომ მოეწყო ასე, ხო? და ნუ ერთ-ერთი ისეთი წამყვანი თეორია არის, რომელსაც ეძახიან baby's games, ოღონდ არ გულისხმობ კონკრეტულად ბებიას, ანუ იმ ხელა სიბრძნე გროვდება ადამიანში რომ მას შემდეგაც კი როცა აღარ შეუძლია ბავშვის გაჩენა და ეს ყველაზე ხშირად არის ქალებში, ხო?
მისი არსებობა ზოგადად კაცობრიობისთვის, ანუ ადამიანის რასისთვის პირიქით ხელისშემწყობია ბავშვების ახალგაზრდების განვითარების და ერთი კაცი ხუმრობდა კი, მაგრამ რატო არის ამ ქალის სიბრძნე ასე უფრო მნიშვნელოვანიო, რომ საშუალო სტატისტიკურად ქალები 5 წლით მეც 3-4-5 წლით მეც ცხოვრობენ. და ასე რომ შეხედავ, რომ შენი ცხოვრება არ მთავრდება მას შემდეგ, რაც შენი ესე ვთქვათ ფერტილურობა მთავრდება პირიქით, იწყება ეს სიბრძნის ცხოვრება, ასე გადაატრანსფორმირებ აი ამ მენოპაუზას და გადაატრანსფორმირებ ისე რომ ხო რა თქმა უნდა იმ ხალხს, ვისაც თავს უხრიდი ყველაფერზე და კარგი შენი ჭირიმი ამ მდგომარეობით იყავი ძალიან არ მოწონს შენი ეს პერიოდი, მაგრამ რეალურად ეს არის შინაგანი სიბრძნის აღმოჩენის პერიოდი. და თუ ჩვენ ამ სიტყვა მენოპაუზას, ამ ნეგატიურ კონოტაციას მოვაცილებთ და გავიაზრებთ, რომ აი ახლა შეკილია, შექმნა ის ცხოვრება, რომელიც ჩვენ გინდოდა თუ აქამდე არ ქონია, მაშინ ნამდვილი ქალური ბედნიერება შეიძლება ზუსტად ამ დროს დაიწყოს. შენ ეთანხმები ამ ყველაფერს? აბსოლუტურად, აი რაღაცნაირად სტიგმატიზირებული იყო ყოველთვის ეს რაღაცა მენოპაუზის და მენოპაუზის პერიოდები ქალებისთვის და რაღაცნაირად თითქოს მათი შერცხვენის მიზნით გამოყენებული ეპითეტი იყო. ნუ ასეთი ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ სოციუმში და ჩვენ კულტურებში კიდევ არაერთი გვაქვს, მაგრამ აბსოლუტურად ჩვენზე არის რაღაცებს ხო რომელი პერსპექტივით შევხედავთ. თუ ეს არის საკუთარი თავისკენ და საკუთარი თავის აღმოსაჩენად ძალიან კარგი პერიოდი, იმიტომ რომ შენი ბიოლოგია ამაში გეხმარება, ну, მაშინ ერთ-ერთი ძალიან სასარგებლო პერიოდი ყოფილა. მაგრამ ამაზე შეიძლება ბევრს გაახსენდეს, რომ კარგი გავიგე, რომ გათხოვება არ არის, მაგრამ ბავშვის გაჩენა არასდროს გინდანია, რომ ბავშვი არ გაგიჩენია და ოდესმე გიფიქრია თუ არა, რომ უნდა გაგეჩინა. აი ვამბობ, რომ აი ეს რაღაცნაირი ჰოლივუდური ფილმივით სცენარი წარმომედგინა, იმ სცენარში აუცილებლად ბავშვი მონაწილეობდა და ასე წარმომედგინა, თუმცა მამოძრავებელი რომ უნდა ბავშვი მყოლოდა, ასეთ იმ სცენარის ნაწილი იყო ესეც. და მესე მეჯერა რომ აი ცალკე მდგომად შვილი არ მინდოდა, მინდოდა აი ამ ოჯახის და აი ამ პეიზაჟის ნაწილი ყოფილიყო, რომელიც მე ასე კინოსავით მქონდა წარმოდგენილი. აი რაღაც ასაკში, როდესაც ბიოლოგია თავისას შვება და რაღაცა ზღვართან მიდიხარ ასაკში, რომ თუ აი ახლა არ გადაწყვეტ, მაშინ უკვე ძალიან დაგვიანებული იქნება, მაგ პერიოდში დავფიქრდი. რომ ხომ არ მიაქტიურა მიმართულებით, თუმცა რაღაცნაირად მანდაც ვიპასიურე და მე გავაცნობიერე, რომ ნუ კი, ნამდვილად შვილის გარეშეც შესაძლო არის საკუთარი არსებობა გიხაროდეს. ნამდვილად შეიძლება არასწორი ადამიანი ხარ, ვისაც ეს კითხვა უნდა დაუსვა. ან პირიქით, ზუსტად შენ ხარ სწორი ადამიანი, ვისაც ეს კითხვა უნდა დაუსვა, ვისაც არ ყავს ბავშვი. შენ რასაც უყურებ შენს გარშემო, შენ სამეგობრო წრეში, შენ საახლობლოში. რა განვითარების რა ეტაპზე უნდა იყოს ადამიანი, რომ შეძლოს გაზარდოს ბავშვი ნათელი, მიმღებლობით სამყაროსი და კონდეს ეს რაღაცა ფუნდამენტური პოზიტიური აღქმა ცხოვრების. იცი რა, ალბათ ნებისმიერ ასაკში მე ვფიქრობ შესაძლებელია. უბრალოდ რაღაცა ტიპის გაცნობიერებები, რომელიც რაღაცა თაობაში ჩვენ მშობლებს კიდევ იმის იქით არ ქონდათ, ეს გაცნობიერებები შულთან ურთიერთობაში რომ შემოიტანონ ძალიან კარგი იქნება. ცხადია, ვერც ერთ ბავშვს რას გულისხმობ? რას გულისხმობ და
რა ჭირდება ფუნდამენტური ბავშვს, როცა პატარა არის. აი ამის ცოდნა და ამის გაცნობიერება ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის აი 6-7 წლამდე ასაკის ბავშვისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის აი ამ უპირობო სიყვარულის მიცემა. თუმცა მგონია რომ ჩვენ ტრავმებს და განსაცდელებს მაინც განვიცდით და ვერც ერთი მშობელი ამისგან ვერ გადაგვარჩენს და თუნდაც იმის ძახილი რომ სულ რაღაცა მშობელს ვაბრალოთ, გარემოებებს ვაბრალოთ, ისევ საკუთარი თავისგან პასუხისმგებლობის მოხსნის გზა არის და რაღაცა მომენტში ხვდები რომ ხო ვერც ერთი ჩვენ ამისგან ვერ გავივლით დედა სამსახურში წავა, დაქტოვებს და ამის გამო გული გეტკინება და მიტოვების შიში შეიძლება გამოიმუშაო. შესაძლოა მამა მივლინებაში წავიდეს და ასევე გეგონოს რომ და ნუ აი ეს ყოფა ისეთია რომ ვერავის ვერ აარიდებ. რაღაცა მომენტში თუ საკუთარ თავში არ გადმოიტანეს პასუხისგებლობის ცენტრი და არ ჩახსენის დამოკიდებულება რომ მშობელი, მეუღლე, მთავრობა, მეგობარი თუ სხვა არის პასუხისგებელი შენს კარგად ყოფნაზე. ნუ ეს დაუსრულებელი იქნება. რაღაცა მომენტში ხვდები რომ შენი მისახედია, შენი თავი. ხო, ახლა ძალიან კარგ რამეს ამბობ. ჩემთვის მე ძალიან პატარა ასაკში გავაჩინე ბავშვები 1-18-ის ვიყავი, მეორე 24-ის და მე როდესაც ამ ნეირომეცნიერების ფსიქოლოგიის სწავლა დავიწყებ, ვფიქრობდი რომ მე კიდე კაი ეგეთ პატარა ასაკში გავაჩინე, რომ ცოდნოდა რა მხელა მნიშვნელობა აქვს ამ პირველ წლებს, აი ამ პატარ-პატარა რაღაცეებს ბავშვის ცხოვრებაში, ალბათ ვერ გავაჩენდი თქო. მაგრამ კიდევ ცოტა მეტად რო განვითარდი, მე მივხვდი რომ არა აქვს ამ ხელა მნიშვნელობა. და მივხვდი იმას, რომ ის მშობელი თუ ბაზისურ სიყვარულს და აი ამას აძლევს ბავშვს და არ ხდება რაღაცა ისეთი მატრამვირებელი ემოციური, ფიზიკური ძალადობა, შენ ბავშვს ვერ დაიცავ იმისგან რა მოხდება. რა ვიცი, ჩვენი მეგობრის, ახლობლების შვილებზე გამიგი, ან სკოლაში ბულინგი, ან ის რომ რაღაცა მეგობრები ცუდად მოექცევიან. და მშობელი ამ დროს უმწეო დგას და აი ასეთ მოვლენებს უფრო მეტი გავლენა აქვს ხოლმე ბავშვის ცხოვრებაზე. ვიდრე იმას რომ დაჯდეს ახლა მშობელი, წაიკითხოს ფსიქოლოგიის წიგნები, კი, როგორ არა, თუ უნდა წაიკითხოს, მაგრამ ასე ამდენიც არ უნდა იფიქროს ამ თემაზე. კი და აი ჩემ შემთხვევაში, როდესაც აი ამ საკუთარ თავზე მუშაობას დავიწყე, ნუ მაშინ ძალიან ბუნებრივია რომ მოგივიდეს ბრაზი იმ აღზრდის მეთოდების მიმართ, რომელსაც პირობითად ჩემს ოჯახში იყენებდნენ და ეს იყო რაღაცნაირი დისციპლინა, ყველაფერში ხუთოსნობა, მომთხოვნობა და ნუ აი აქედან ჩამოყალიბდა ჩემი ეს პერფექციონიზმიც, რომ იმისთვის რომ ვიყო საყვარელი, მიღებული, აი ამდენ პუნქტიანი გეგმა უნდა დავაკმაყოფილო. მაგრამ ნუ მერე დგება ის მომენტი, რომ ნუ რა ვიცი, რაც იცოდნენ, იმას აკეთებდნენ და ის ფუნდამენტური რაც არის, მაგის დანაკლისი არ მქონია და ამიტომ მერე პირიქით ეგეც გასავლელი ფაზა არის გაბრაზებიდან, აი ამ რაღაცნაირ მიმღებლობამდე, რომ მე რაღაცა იმაში აცნობიერებ, რომ აი ცოტა ხნის წინ მქონდა აი ჩემები არ იყვნენ თბილისში და მშობლები და ჩამოვიარე სახლთან და უცებ იმას ვქენი რომ არ უნდა შევიარო, იმიტომ რომ თბილისში არ არიან და უცებ გამინათა რომ ეხლა დროებითი მდგომარეობა არის ეს, იმიტომ რომ დროებით არ არიან ქვეყანაში და შეიძლება დადგეს მომენტი კი არა და აუცილებლად დადგება, როდესაც მართლაც არიელი იქნება ის სახლი და იმდენად რაღაცნაირად ჩამიტრიალდა ემოცია რომ და მე დამოკიდებულებაც რაღაცნაირად იცვლება. აი შენ თვითონ შენი თავის მიმართ მომფერებელი როცა ხდები, მათ მიმართაც სხვანაირად მომფერებელი ხდები. აღარ εδავები იმაში, რომ რატომ არ მიშვებდით მეგობრებთან ერთად კლუბში და ღამის თევისუფლებას მათთან ერთად, რატომ არ მაძლევდით და მაგის გამო იყო მე რომ მე აი ესეთი საკუთარ თავში დაურწმუნებელი ვიყავი. მე ესენი აბსოლუტურად გძვრება და გინდება მარტო მათი მოფერება. ახლა მეც გამახსენდა ზუსტად ამაზე, რომ საშა კაცმა მაახსენა, რომ ფსიქოლოგთან რო დადიხარ, რომ აი ეს რაღაც ხშირად ამ ბავშვობას რო უტრიალებო, ეს ძაღლი რო თავის კუდს დაასდევს, ის არისო, მაგრამ გამახსენდა
ზუსტად ეს რომ მეც როცა დავიწყე რაღაცების გაცნობიერება, როგორ ვედავებოდი მამას, რომელიც ცოცხალი არ არის, 2 წელია, რომ მამა ასე რატო გვექცეოდი ასეთი დისციპლინა და მახსოვს ესეთი რამე მითხრა, მამა მე სხვანაირად არ ვიცოდი. როგორ შეიცვალა შენი ურთიერთობა მშობლებთან მას შემდეგ, რაც საკუთარი თავი გაცილებით მეტად მიიღე? გაცილებით ტკბილი გახდა. გაცილებით, განსაკუთრებით მამასთან, იმიტომ რომელიც მე რო პატარა ვიყავი, წასული იყო, ხშირად სწავლობდა და ამიტომ აი რაღაცნაირი დედასთან გაცილებით მეტი ბონდი მქონდა, ვიდრე მე, იმიტომ რომ ზრდასრულ ასაკში უფრო მაინც უცხო სხეული იყო, როდესაც დაბრუნდა და ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, როცა სწავლა დაასრულა და მას შემდეგ, რაც მე ჩემი თავის მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა, ალბათ ფიქრობს, რომ ცოტა გავაფრინე. იმდენად მის მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა, აი უცებ შეიძლება მომინდეს მივიდე ძალიან ჩავეხუტო. და აი მართლა მე აი ბავშვივით იქცევა, ბავშვივით რეაგირებს ამაზე. და აი თუნდაც მაღიზიანებდა, როცა დამირეკავდნენ, აი რაღაცას მოიკითხავდნენ, თითქოს ანგარიშვალდებულების განცდა მქონდა. და აი საერთოდ შემეცვალა დამოკიდებულება, აი ამ რაც ერთდროს ანგარიშვალდებულებად მიმაჩნდა, ეხა ზრუნვად აღიქმება ჩემს ემოციაში. ერთად ცხოვრობდით ითხრას? საკმაოდ. აი ესეც ძალიან საინტერესო ამბავი იყო, რომ აი როგორ არ ხდება რაღაცნაირად ჭიპლარის გადაჭრა მათთან და ისევ აი მწყაროსთან ხარ დაერთებული და როცა მშობლების სახლში ცხოვრობ. როცა მშობლების სახლში ცხოვრობ და რატომ ცხოვრობდი ამდენ ხანს მშობლების სახლში? რაღაც რამდენიმე წელია ხო? რამდენი წელია რაც აღარ ცხოვრობ შენ? ნუ აი 5 წელი. ანუ წარმატებული შემდგარი ფინანსურადაც ჰქონდა შესაძლებლობა გეცხოვრა ცალკე, მაგრამ მაინც ცხოვრობდი. შენი აზრით რატო? მარტოობის შიშით. მარტო ყოფნის შიშით. რომ აი როდესაც შენ თავთან ერთად ყოფნა გაშინებს და აი სწორედ აი ეს მარტოსულობის მდგომარეობა გაქვს, მაშინ ცხადია გირჩევნია, რომ შენს გვერდით იყვნენ ადამიანები, რომლებიც აი ამ შენი თავისგან გადაგარჩენენ. არა და ზუსტად როდესაც ძლიერდები შინაგანად, მაშინ პირიქით შენი მარტოდ დარჩენა, შენი საჩუქარი ხდება, ხო? ნამდვილად. და როგორ იცვლება დამოკიდებულება მშობლების მიმართაც? კი, და მათთან ერთად ვიყავი და მაშინ გაცილებით დისტანცირებული ვიყავი მათთან, ვიდრე დღეს, როდესაც მარტო ვცხოვრობ და კვირაში რამოდენიმეჯერ ვხედავ, გაცილებით მეტი კავშირი და სიახლოვე მაქვს. ხო, მეც ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ, თქვა, ფიზიკური შესაძლებლობა, ზოგს იოლად, ზოგს გაჭირვებით, მაგრამ მაინც რომ აღარ იცხოვროს მშობელთან. ძალიან რამდენიმე ადამიანი მაინც ირჩევს და რომ დარჩნენ მშობლებთან. ჩემთვის ეს არის სულ დაერთებული ხარ იმ ბავშვობის ტრავმასთან და სულ მათში ეძებ ამ პრობლემას. თუმცა რა თქმა უნდა არის მოდელები, სადაც ძალიან კარგად გხსნობენ თავს, მაგალითად, განსაკუთრებით სოფლებში და ესეთი პატარა სოციუმებში, ხო, აი, community-სნაირად როცა ცხოვრობენ, როცა ბიძაშვილები, მამიდები, იქ სულ სხვა დინამიკა არის. მაგრამ აი ესეთ ურბანულ ზონებში, სადაც მაინც სხვა ცხოვრების სტილი არის, თუ შესაძლებლობა აქვს ადამიანს, ალბათ ჯობია, რომ დაიწყოს ცალკე ცხოვრებით, იმიტომ შეიძლება ძალიან ბევრი რამე სწორედ აი ამ ცალკე გადასვლით განათდეს მასში შინაგანად. ანუ მოეცეს ძალა, რომ მარტოსულობიდან გადავიდეს მარტოობით თქმობაში. ნამდვილად მე წეღან აღნიშნე, რომ თუ დაკვირვებით იქნები ამ პროცესისადმი შესაძლოა ეს შენ თავთან ერთად მარტო ყოფნა დიდ საჩუქრად იქცეს. აი ეს წერტილი, აი ამ სიმშვიდის, რომელსაც მიაღწიე. ამისი შენარჩუნება როგორ არის შესაძლებელი? თუ ერთხელ რომ მიაღწევ მორჩა. არა, მორჩა ცალსახად არა, მუდმივი ნაწილია ცხოვრების.
მუდმივი ნაწილია დაკვირვება საკუთარ თავზე, საკუთარ ემოციებზე. მე როგორც წყალი, მდინარე, რომელიც შეიძლება ჩვენი ერთ დღეს კი არა უმეტესად იყოს მშვიდი, წყნარი, უცებ შეიძლება აიმღვრეს, აბობოქრდეს, იმიტომ რომ, არ ვიცი, ცოცხალი არსებები ვართ, ვცხოვრობთ და იმდენი რამე ხდება გარშემო, რომ ყოველთვის შესაძლოა ეს როგორც რაღაცა კონსტანტა მდგომარეობა არ მინდა ვინმე ჩათვალოს. რაღაც ვფიქრობ, რომ მუდმივი ზრუნვა ჭირდება ამ მდგომარეობას. და რა ფორმის ზრუნვა? რას აკეთებ ყოველდღიურად, რომ ეს წერტილი არ გაიქცეს? აუცილებლად, რასაც ვაკეთებ არის იოგა, მედიტაცია, სუნთქვა და რაღაცა პერიოდი სიჩუმეში ჯდომა. უბრალოდ სიჩუმეში ჯდომა. ეხლა სულ მიფიქრება, რომ ადამიანები, რომლებიც გიყურებენ, გამორიცხულია, რომ არ იგრძნონეს შენი რაღაცა ნათელი და მშვიდი ენერგეტიკა, მაგრამ შეიძლება ბევრმა თქვას, რომ გავიგე. ეს ყველაფერი, მაგრამ მე მაინც არ მინდა. მე მინდა მყავდეს ოჯახი. ასეთ ადამიანებს რას ეტყოდი? ცხადია რა არის იმაში ცუდი, რომ ვინმეს უნდადეს ოჯახი. აბსოლუტურად და საერთოდ არავის ამოცანა არ უნდა იყოს, რომ არ ყავდეს. თუ არ ყავს, მაშინ რა ხდება, ჩვენ ხო ამაზე ვსაუბრობთ. შენ გინდა რომ ყავდეს? ეს იმას რომ ადამიანს რო კითხო, რომ რავი, მეგობარი არ გინდა რომ ყავდეს? როგორ შეიძლება რომ არ გინდოდეს რომ ყავდეს პარტნიორი? მგონია რომ ამაზე პასუხი რომ არა, სწორედ ეს ნიშნავს გაქცევას. რა თქმა უნდა, კი, მაგრამ როდესაც არ არის მაშინ რას ვგრძნობ და განვიცდი და როგორ ვარ, ეს ალბათ უფრო მნიშვნელოვანი არის ეხლა. ანუ ჩვენასაც ამბობ ეხლა მესმის რომ თუ ჯანსაღია ფსიქიკა, თუ საკუთარი თავი მიღებულია, რატომ შეიძლება, რა მიზეზით შეიძლება არ გინდოდეს გვერდზე ყავდეს ადამიანი, რომელსაც ეყვარები და გეყვარება და თუ ამბობ რომ არ მინდა, ეს უფრო იმის მანიშნებელია, რომ იქ რაღაცას შენ თავთან გაურბი ხარ და ან კლავ ისევ შიში გაქვს, ხო? აი, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორ გონია? გეყოლება პარტნიორი? ისე განვლი ცხოვრებას, რომ გრძელვადიანი თანაცხოვრება არავისთან არ გექნება? არ ვიცი. აი, ალბათობა რომ ისე შენ ცხოვრებას 100%-დან როგორ ფიქრობ, რისი ალბათობა უფრო მაღალია? მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. ალბათ 50-50. ეგ ხო იცი ეს ქალების ლოგიკაო როგორიაო, კაც როცა ეკითხებიო. ეხა აქ აი ამ სტუდიაში რომ დინოზავრი შემოვიდეს, რა არის ალბათობა? ძალიან სექსისტური ეს არის ისტორია, მაგრამ კაციო დაჭდებაო იტყვისო რომ იმის გათვალისწინებით რომ ამდენი მილიონი წლის წინ დინოზავრები გადაშენდენო, კარგიო რაღაცა 0.00001% რომელიღაცა დინოზავრი გადარჩაო, ამას გამოთვლისო და იტყვისო რომ დინოზავრის შემოსვლის ალბათობა ამ სტუდიაში არისო რაღაცა 0.00001%-ო და ქალს რო ეკითხებიო, ეს კითხვის 50% ან შემოვა ან არა. ხო და მე სწორედ ასეთ თავქარიანული ქალის პასუხს ვიძლევი და მშვენიერი მდგომარეობა არის, იმიტომ რომ სულ მქონდა აი მეტაფორულად, აი საკუთარ თავს, აი დავშვათ რომელ მცენარესთან შეიძლება ასოცირებდე, ყოველთვის მქონდა რომ მუხასთან. და ბევრი რაღაცა მიწყობდა ხელს საიმედობა, სიძლიერე, ეს ღრმად გადგმული ფესვები და ეს ქარტეხილებშიც კი რო ესე ძლიერად დგას. და იყო პერიოდი, როცა ძალიან მომწონდა ეს ჩემი მუხობა. მას შემდეგ რაც აი ფრჩხილების გაკეთებას მოვეშვი, უცებ წამომივიდა განცდა რომ რაჯანდებათ მინდა მე ეს მუხობა. მე მინდა ვიყო ბროწეული სხე. რაღაცნაირი ლამაზი, საოცარი ყვავილებით, ლამაზი ნაყოფით და ცოტა ფარფატა და ცანცარა, იმიტომ რომ საერთოდ აღარ მომწონდა აი ამ ჭკვიან ქალად პოზიციონირება.
ხო და ეხლა დღეს მე ბროწეულივით პასუხს ვიძლევი 50. მაგრამ მე ისე მოგეწონა შენი მოხობა, ხო? კი, ძალიან მომეწონა. უბრალოდ იმის განცდაც მოვიდა, რომ რა ვიცი, ხან მუხა ვიქნები, ხან ბროწეულის ხა ვიქნები და ხან რა ვიცი, ტირიფი, მომტირალი. აი თუ მაინც აი 50%-ში რომელსაც აძლევ შენ იმ ალბათობას, რომ შეიძლება ყავდეს პარტნიორი. როგორ გონია შენ რას მისცემ? ანუ შენი მთავარი ღირებულება რა იქნება შენი პარტნიორისთვის? გარდა იმისა, რომ ამ ბოლო დროს კარგი მზარეულობა დავამუღამე მაგის გარდა. ალბათ იმას, რომ აი რაც თავის თავთან ეუხერხულება, ემტკივნეულება, რომ ამოთქვას, ექნება ის ადგილი, სადაც ყველანაირი თავისი თავი მიღებული იქნება. და აი იმის გამბედაობის ძალას მივცემ, რომ თქვას, რომ აი ეს არ გამომივიდა. აი ამის მეშინია, რაღაცის მტკივა. ამას ეძებს კაცი ცოლქმრობაში? საკვები პირველ ადგილას იყო, მაგით დავიწყე. და სექსუალური ცხოვრება? მაგას რაც მივხედავთ აუცილებლად. ამაზე ის მახსენდება, რომ ითვლება, რომ კაცებს ნაკლებად უყვართ ჭკვიანი ქალები. ამაზე სხვათა შორის ძალიან კარგი ეპიზოდები იქნება სპინის ვიდეოებში. რის მიხედვით არჩევს, თქვათ, კაცი თავის გრძელვადიან პარტნიორს, მაგრამ არ უყვართ იმიტომ, რომ თითქოს მათთვის ასოცირდება, რომ ჭკვიანი ქალი უფრო მომთხოვნი ქალია. მას უფრო მეტი რაღაცა უნდა, მისი სრულების დაკმაყოფილება უფრო რთულია. მოკლედ რომ ვთქვათ, ჭკვიანმა ქალმა შენ, როცა კაცი ხარ, დაგიძახოს, რომ შენ ხარ ჩემი ნომერ პირველი, რთულად წარმოუდგენია და ამიტომაც მათ ტვინში ხშირად არის ხოლმე, რომ არჩევია იყოს ლამაზი და სულელი. როგორ ფიქრობ, შენ შემთხვევაში რა შეიძლება მოეწონოს ადამიანს მით უმეტეს, როდესაც შენ სოციალური სტატუსით, ფინანსურათაც, ინტელექტითაც მაინდა-მაინც არ გადიხარ ახლა აი ამ ლამაზში და სულელში. რა არის ეს, რაც შეიძლება მოეწონოს? ენერგეტიკულად ალბათ იმის განცდა, რომ მე ის საკუთარი თავისგან გადასარჩენად არ შემრჩევი. სუპერ. ახლა სინამდვილეში რაღაცნაირად ძალიან ისე დავსვი შეკითხვა. განგებ პროვოკაციულად რას ნიშნავს ან სულელი და ლამაზი ან რას ნიშნავს ჭკვიანი და მომთხოვნი. ახლა ეს ზუსტად ისეთივე კონსტრუქციებია და კონცეფციებია, როგორებზეც ვამბობთ, რომ მოდი ამითი არ ვიცხოვროთ, მაგრამ იმის ხაზგასასმელად მინდოდა ამის თქმა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეც გაიცნობს ხოლმე ნინას და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც განვითარების სხვა ხარისხი აქვთ მიღწეული შინაგანად, სწორედ ამბობენ, რომ რასი სულელია პირიქით. თურმე სულელი კი არ გინდა, ზუსტად ის გინდა, ვინც იმუშავა თავის თავზე და შენგან აღარ ითხოვს იდეალს. შენგან აღარ ითხოვს გადარჩენას და ძალიან ბევრი ადამიანი ირჩევს ისეთ ურთიერთობაში დარჩენას, რომელიც უკვე გამოცვლილია ყველანაირ პოზიტიურ ბმას. ან ურთიერთობაში აღარ არის სიხარული, აღარ არის აღთოვანება, საერთო აღარ არის, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ მარტო არ იყვნენ, ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია ამის გააბედვა. შენ როგორ გონია? რა უფრო რთულია? ცხოვრებდე ისეთ ადამიანთან, რომელიც ან შენ არ გიღებს, ან შენ ვერ იღებ მას, თუ ცხოვრობდე მარტო? მე ვფიქრობ, უმჯობესია ცხოვრებდე მარტო, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში შანსი გაქვს, რომ უკეთესად იყო. და როდესაც აი ტოქსიურ წრეში ვარდები, იქ მერთულება, რომ შანსი გქონდეს უკეთესად გახდე.
იმიტომ რომ იქ თუ წლები ეს დინამიკაა და არაფერი იცვლება, გაცილებით მეტი ალბათობა რომ ბევრი წელი კვლავ არაფერი შეიცვალოს და აქ არის იმის შანსი. აქ არის ცვლილება მოხდეს, აქ არის შანსი შენი თავი აღმოაჩინო, გაიცნო და უმეგობრდე შეიყვარო და გააცნობიერო, რომ ხარ იმის ღირსი, რომ შენ ცხოვრებაში კარგი მოვლენები ხდებოდეს, ისეთი ადამიანი ყავდეს, რომელიც სიხარულის წყაროა და არა ნერვების წვეტის და ტკივილის. თუმცა ამაზე ძალიან ბევრი ალბათ განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანი ძალიან გულწრფელად იტყვის, რომ კაი გავიგე, რომ ეხა არ ხარ კარგად, მაგრამ აბა მარტო გინდა დაბერება, არ გინდა წყლის მომწოდებელი ყავდეს, სიბერის არ გეშინია? იცი, დღევანდელ დღეზე უფრო მეფიქრება, იმიტომ რომ სულ არ ვიცი სიბერემდე მივალ თუ არა. ბრავო. და საერთოდ ეს დღევანდელობაში ყოფნა რა ფენომენია შენთვის? აწმყოში ყოფნა არის იმის შესაძლებლობა, რომ შენ თავს გრძნობდე. შენ სხეულში რა ხდება, ეს გესმოდეს და არ იღლიდე ძალიან თავს იმ ფიქრებით ხვალე რა იქნება. ხვალეზე ფიქრი ძალიან დამღლელია ხშირ შემთხვევაში. ისევე როგორც გუშინზე. კი. ბევრი სიხარული მოაქვს აქ ცოცხლად გრძნობ თავს, როცა აწმყოში ხარ. ეს არის ცოცხალი. მომიყავი ხა შენი აი კვირის განმავლობაში რა ხდება შენს აწმყოში? მიყვარს რაღაცა ჩემი რუტინები, ეს როგორც აღნიშნეს, ჩემი იოგა, მედიტაცია, დილის სიმშვიდეში ჩდომა, აი თუნდაც რომ აი არაფერი ვაკეთო, 1.5 საათი ჭიქა წყალი მედგას მხოლოდ წინ. მე ხანდახან შეიძლება მთელი დღე გავიდეს, რომ არაფერი გავაკეთო, უბრალოდ დავიკითხო. არ საქმეა ნაფახ. კი, სხვა შორის ეს ჩემი უსაქმურობა გაგრძელდა მხოლოდ 1 წელი. და ვისიამოვნე ძალიან ამ მდგომარეობით, მაგრამ მე საჭიროებების გათვალისწინებით ამჟამად კვლავ ჩემ პროფესიაში ვარ, თუმცა განსხვავებული რეჟიმი მაქვს სრულიად, ვიდრე მანამდე, გაცილებით უფრო მოქნილი. ერთ-ერთი იურიდიული ფირმის პარტნიორი ვარ და ხშირად სახლიდან მუშაობ. მოკლედ, რამდენსაც გინდა იმდეს მუშაო? მეტნაკლებად შემიძლია, ჩემს კონტროლის ქვეშ არის, რა დოზით დავიტვირთ თავს. ამიტომ იმ სამუშაოსაც სიამოვნებით ვაკეთებ, იმ დატვირთვით, რომელიც მე მსიამოვნებს. იქ ესპანურის შესწავლა დავიწყე, მეგობრებთან ურთიერთობა მაქვს. რატომ დაიწყე ესპანური ამასაკში? რატომ დავიწყე ესპანური და როდესაც ესპანურენოვან ქვეყნებში, კერძოდ ლათინურ ამერიკაში ჩავდიოდი, სულ მქონდა იმის განცდა, რომ მე აქ ვცხოვრობდი და აქაურობას ვეკუთვნოდი. და ამ ადამიანებს ვერ ვკონტაქტებოდი ინგლისურ ენაზე, იმიტომ რომ არიციან კუბაზე, დომინიკის რესპუბლიკაში ცხოვრობენ შესანიშნავი, ულაღესი, უგახსნილესი ადამიანები და ვერ ეკონტაქტები, იმიტომ რომ მათ ინგლისური არიციან, შენ ესპანური არიცი. ამიტომ ამ ურთიერთობებისთვის მათი უკეთ გაგები და თან, არ ვიცი, სადღაც ყურს იმდენად რო სიამოვნებს, რომ განცდა აქვს ამ ენაზე მე ოდესღაც თითქოს ვლაპარაკობდი. ხო, საცოდაობა იქნებოდა, რომ ამ ენის სწავლა არ დამეწყო. ამ ლათინურ ამერიკაში მოგზაურობები ხომ არ ემთხვევა სწორედ აი ამ შენი გარდასახვის პერიოდს იყო თუ არა ეს პირველი შენი ესეთი მოგზაურობები, როცა ჩადიხარ რაღაც ქვეყანაში და განცდა გაქვს რომ ან აქ ცხოვრობდი ან ამათ ენაზე ვსაუბრობდი, შეიძლება იყოს ძალიან ტრანსფორმაციული. იყო ნამდვილად იყო ძალიან ტრანსფორმაციული, იმიტომ რომ აი ამ ქვეყნებში როცა ჩავდიოდი, მქონდა განცდა რომ აი რაღაცნაირი ჰორმონალური სისტემა გამომიცვალეს სხეულში. აი ისეთი სივლაღე, ისეთი ფერადოვნება და ისეთი კონტროლის მექანიზმების ნაკლებობა იგრძნობოდა, იქ რაღაცა მათსავით ხდებოდი.
და აი ამის სადღაც ხეულის როცა იგრძნობს აი ამ მდგომარეობას, რომ აი ამდენი წნეხების გარეშე არსებობა რამდენად კარგია, უბრალოდ იყავი და ისრიალე. მართლა ამომტრიალებელი იყო ეს მოგზაურობები ჩემთვის. როგორ ვფიქრობ, ეს სილაღე იმითიც ხომ არ მოდიოდა, რომ კუბაზე ისეთი სილამაზის სტანდარტებია, რომლის სტანდარტებითაც შენ ძალიან ლამაზი ქალი ხარ იქ. და რომელსაც სულ აღნიშნავდნენ კუბელები. ანუ რამდენად კავშირშია ეს? რა თქმა უნდა, როდესაც ახლა ის ისტორია მე რაც მოვყევი, აი ამ გადახოტრილ თავიანი მაინცეტით ოპერირებამ და იქ სადაც ჩადიხარ, განცდა გაქვს რომ აი არ ვიცი რაღაცნაირი ღვთაება ჩავიდა. ცხადია ამ დანაკლისის პირობებში ძალიან დიდი დატვირთვა ქონდა აი ამ მომდენა ტაშს და აღიარებას მათი მხრიდან. აი ჩემთვის ახლა ეს ისტორია კიდევ როგორი დასტურია იმისი რამდენად შენი გარეგნობა, შენი მომხიბვლელობა, შენი სილამაზე, შენი მიმზიდველობა არის შინაგანი პროექცია და რამდენად მნიშვნელოვანია სხვა ადამიანებისთვის აღიარების მიცემა, იმიტომ რომ შენ მერე ეს მოგაქ. ხო? კუბაზე ხوار დატოვე ეს განცდა. არა, საბედნიეროდ არა. ხო. აი ესე იგი როგორ ჩვენ ერთმანეთს აი ამ ჩვენი კრიტიკით, აი ამ სტანდარტების შექმნით, აი ამ მუდმივად რაღაცის გაუმჯობესებაზე ფიქრით, აუ აქ ნაოჭი, აუ აქ ის, აუ აქ ეს ასაკი. არა და შიგნიდან რო გჯერა, რომ ასეთი ხარ, არც იდეალური, არც ყველაზე ლამაზი, რას ნიშნავს ან ყველაზე ლამაზი, ან ყველაზე შევხედებდი, შენ ხარ. ნამდვილად. და ის რომ მოგაქ სამყაროში, არ ვიცი ამაზე მომხიბვლელი ალბათ არაფერი არ არის და როგორი მნიშვნელოვანია რომ ეს მივცეთ ადამიანებს, მათ ვინც ჩვენ თავებზე გამოვცადეთ, როგორია იმალებოდე რაღაცეების უკან. პერფექციონიზმის უკან. ხო, და არა და სად არის ამის საქმე, რომ აი ეს სულ რაღაცნაირ სრულყოფილებას რო დავეძებთ, ამაზე მახსენდება, აი იაპონიაში რომ აქვთ კერამიკა ესეთი და თან რაღაცა მიმდინარე ვაბისაბი ქვია, რომელიც ძალიან ძვირად ფასობს, იმიტომ რომ ხელით არის ნაკეთები და ამ პროცესში აქვს ძალიან ბევრი ხარვეზი, ზოგს თითქოს ბზარი აქვს, თითქოს ზედაპირები ესე ერთგვაროვანი არ არის, მაგრამ რო შეხედავ არის ულამაზესი. იმიტომ რომ ხელით ნაკეთები ნამდვილი ფორმებია, არა ქარხნული, ნამდვილები. და ერთი სიამოვნებაა მათი ყურება. ისე როგორც ჩვენი თავების. და როგორი რთულია. ამ პოდკასტის ესეთი ტრადიცია მინდა დავნერგო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მოვა სტუმრად, ამ შეკითხვით დავასრულოთ ხოლმე. ჯვარი წერია ხვალ რომ შენი სიცოცხლე აღარ გრძელდებოდეს. და კი ჩვენ ადამიანები ამაზე არ ვფიქრობთ, რომ შეიძლება ერთ დღეს მალე დამთავრდეს და ეს იყოს შენი ბოლო ვიდეო ჩანაწერი. რა მოგინდებოდა უთხრა იმათ, ვინც აგრძელებს ცხოვრებას? რა მოგინდებოდა? ალბათ აი რო წარმოიდგინოთ ადამიანი ან არსება, რომელიც წარმოგიდგენიათ, რომ აი უპირობობასთან მიახლოებული ყველაზე მეტად გიყვართ. აი ვიღაცისთვის თავისი პატარა შვილია, ვიღაცისთვის შეიძლება თავისი კნუტი იყოს, ან ძაღლი. და აი რო წარმოიდგინოთ და აი მას როგორც ჩაეხუტებით. და მას როგორც მოეფერებით და მიიღებთ. აი ასე დილაობით ჩვენ თავებს ჩავეხუტოთ ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი, უღმესი მადლობა და მეტი თქმა საჭირო არ არის. შემდეგ სპინავთ.